უკრაინაში ახლა ომის გაჩერება არის საჩუქარი პუტინისთვის. ეს არის სამხედრო მიმომხილველის გიგაინაშვილის სიტყვები, მისი პოსტი შემომხდა და სადაც ძალიან დეტალურად წერდა რა სამხედრო შესაძლებლობები აქვს ამ დროისთვის რუსეთს, რა სამხედრო საჭიროებები აქვს უკრაინას და რა რესურსები აქვს ომის კვლავ წარმოებისთვის და რა უნდა გააკეთონ პარტნიორმა ქვეყნებმა მისი მხარდაჭერისთვის. მოკლედ გიგაინაშვილი ამბობს ასეთ რამეს, რომ პუტინს ახლა არ აქვს ძლიერი პოზიციები იმისთვის, რომ ომი გააგრძელოს და პირიქით თუ ახლა რაიმე ფორმით მისთვის სასარგებლო შეთანხმება მოხდა, ის იქნება ძალიან საშიში სამომავლოდ და საშიში არა მხოლოდ უკრაინისთვის და ევროპის ქვეყნების უსაფრთხოებისთვის, მათ შორის საქართველოსთვის და სომხეთისთვის. ძალიან საინტერესო ინტერვიუს ველოდები გიგა ინაშვილთან, რომელიც კიდევ ერთხელ ვიტყვი არის წლებია სამხედრო მიმომხილველი, არის ასევე სამხედრო შეიარაღების ექსპერტი და უკრაინის თემებზე მე მასთან არაერთხელ მიკონტაქტია, მათ შორის ომის დაწყების პირველივე დღეებიდან. შენ ამბობ ასეთ რამეს, რომ დღეს ომის გაჩერება პუტინისთვის იქნება პირდაპირ საჩუქარი და აი ამ კონფლიქტის გაყინვა. თუ შეიძლება რომ გითხრა, რას გულისხმობ ამაში და შემდეგ უკვე განვაგრძოთ სხვა კითხვებით. რას ნიშნავს ახლა ომის გაჩერება პუტინისთვის? ომიდან 3 წელი გადის, ზუსტად 3 წელი. და რეალურად რუსული შეიარაღებული ძალები იმ კონფიგურაციაში, რა კონფიგურაციაში არსებობს, რუსული შეიარაღებული ძალების ძირითადი საბრძოლო კომპონენტი, ძირითადი საბრძოლო ელემენტი, სახმელე თუჯარები და მის შემადგენლობაში არსებული სხვადასხვა ტიპის მოტომსროლელი და მექანიზებული ბრიგადები, რომელიც რეალურად იბრძვიან ახლა უკრაინაში და რომელზეც დგას ფაქტობრივად რუსული შეიარაღებული ძალები, არის უკიდურესად ცუდ მდგომარეობაში. კი იყო სხვადასხვა მიმართულებები, განსაკუთრებით საბრძოლო მასალების მიმართულებით, ჰქონდათ პრობლემები ომის საწყის ეტაპზე უკრაინელებსაც, რუსებსაც, თუმცა მთელი რიგი პრობლემები ორივე მხარემ მეტაკლებად ამოქაჭა, მოაგვარა, განსაკუთრებით ეს საბრძოლო მასალებს ეხება, მაგრამ როცა საუბარი არის თვითონ ჯავშან ტექნიკაზე და საბრძოლო ისეთ ტაქტიკურ ელემენტზე, როგორც არის ტანკები, ქვითა საბრძოლო მანქანები და ჯავშან ტრანსპორტიორები, ესენი ყველაზე ესეთი დიდი რაოდენობით იკარგება დღის განმავლობაში, კვირის განმავლობაში და არც ერთ მხარეს, რა თქმა უნდა, არც უკრაინას, მაგრამ ამ შემთხვევაში რუსეთზე გოგსაუბარი, არ აქვს წარმოების იმხელა მასშტაბები, იმხელა მასშტაბებზე არ არიან გასულები და არც იმ მიმართულებით არის საკმარისი მასშტაბები, რა მიმართულებაც არის ძველი კონსერვაციაზე მყოფი ტექნიკის აღდგენა, მათ შორის კანიბალიზაციის მეთოდებით, რის ხარჯზეც გადიოდა ფონს აქამდე რუსული შეიარაღებული ძალები. უსასრულო მარაგები, რა თქმა უნდა, არანაირი შეიარაღების არ არსებობს და ვერ იარსებებს ფიზიკურად ვერც ერთ ქვეყანაში, შესაბამისად ის დიდი საბჭოთა მარაგები, რომელიც ასე ვთქვათ, ხარჯზეც რუსული ძალები ახერხებდნენ ამ დრომდე ძალების, მათ შორის მობილიზებული ძალების მოტორიზებას და მექანიზაციას, ქვითა საბრძოლო მანქანებით და ჯავშან ტრანსპორტიორებით, რა თქმა უნდა, ამოწურვადია და მიდის ამოწურვისკენ. არსებობს მთელი რიგი წყაროები, მათ შორის აქ ერთ-ერთი ყველაზე ისეთი ზუსტი არის რუსი მკვლევარები, რუსი ანალიტიკოსები, რომელიც მუდმივ რეჟიმში აკვირდებიან და არსებობს პირდაპირ და ოფიციალურ და არაოფიციალურ წყაროები იმ მდგომარეობაზე, რა მდგომარეობაც არის ამ რუსული ტექნიკის შემნახავს საცავებზე და ბევრად უფრო დიდი რაოდენობით წყაროები არსებობს ღია და ასევე დახურული წყაროები მდგომარეობაა რუსულ ქვედანაყოფებში, სხვადასხვა შენაერთებში არსებულ რუსულ ქვედანაყოფებში ჯავშან ტექნიკის კომპლექტაციასთან დაკავშირებით. ზოგადად თანამედროვე ომში, ასეთ ომში, როცა ორივე მხარეს ძალები მექანიზებული არის, იქ ქვეითების სიმრავლე ბევრს არაფერს წვლის და მხოლოდ საზარბაზნე ხორცი არის. განსაკუთრებით ამ სიტუაციაში, როცა ორივე მხარეს მეტნაკლებად მოგვარებული არის საარტილერიო ჭურვების პრობლემა, ანუ ისვრიან ჩვეულებრივად და ბრძოლის ველი გაჯერებული არის დიდი რაოდენობით დრონებით. ანუ ამით ისი თქმა მინდა ძალიან შორს რომ წავიდე დეტალებში, რუსული არმია მისული არის იმ კონდიციამდე, რა კონდიციიდანაც ამ ასეთი ინტენსივობის შეტევითი ოპერაციების გაგრძელების რესურსი მაქსიმუმ
1 წლის ვადაში 1 წელიწად ნახევარი შეიძლება ჰქონდეს. ტანკების მიმართულებითაც არის იგივენაირი პრობლემა. ომის დაწყებიდან დღემდე კონსერვაციაზე მდგარი ტანკების ასე ვთქვათ საწყობებიდან დაახლოებით 2500-2800 ერთეული ტანკი იქნა აღდგენილი. 3000 ერთეულზე მეტი ტანკი არის დაკარგული. ახალი ტანკების მიმართულებით ქარხნები ურალვაგონზავოდი, რუსული ურალვაგონზავოდი, რომელიც ტანკების მიმართულებით მუშაობს, T-78 პესამები წარმოება ხდება მოძველების ასე ვთქვათ მოდერნიზაციის ხარჯზე და T-90-ების მოდერნიზაცია. და ახალი ტანკებს რაც შეეხება, სადღაც 150-170 ერთეული არის წლის განმავლობაში ასე დაწვდიან შეიარაღებულ ძალებს. ეს არის იმდენად ცირე რაოდენობა, რომ რაღაც ეს არანაირი შევსებაზე ლაპარაკი არ არის, როცა თვის განმავლობაში იკარგება ამდენი ეს რაოდენობის ტანკები. დანაკარგები რატო არის ხა ჯავშან ტექნიკაში დიდი? რუსულ სახმელეთო ძალებში ძირითადი გვარეობა ეს არის მოტომსროლელი და მექანიზირებული ბრიგადები. მოტომსროლელი ბრიგადები დაკომპლექტებულები არიან შტატით, სტრუქტურულად შტატით. ჯავშან ტრანსპორტიორებით ესენი არის PT-80-ები და PT-82-ები. ქვეითასაბრძოლო მანქანებით უკვე მექანიზირებული ბრიგადებია დაკომპლექტებული. დანაკარგები არის უდიდესი იმის ფონზე, რომ უკრაინის მხარეს დაახლოებით 2025 წლის იანვრის მდგომარეობით სხვადასხვა ტიპის დრონების დამტკმელი და კამიკაძე დრონების წარმატება არის წელიწადში 4 მილიონამდე ასული. ეს არის ძალიან დიდი რაოდენობა, რომელიც არც ერთ მხარეს არსებულ მექანიზირებულ ძალებს არ აძლევს იმის საშუალებას, რომ რაიმე ესეთი სწრაფი წარმატებული იერიშები მიიტანოს მოწინააღმდეგეზე. ეს ეხება უკრაინულ მხარესაც, ეხება რუსულ მხარეს, მაგრამ აქ საუბარია იმაზე, რომ რუსეთი ახორციელებს შეტევას და უკრაინული ძალები მეტნაკლებად თავდაცვაში ზიან ფრონტის მიმართულებების 80-90%-ზე მაინც. კურსკი რო გამოუვიწყოთ, ხო? ხო, კურსკზე ცალკე კითხავ აუცილებლად. ნუ მოკლედ რომ ვთქვათ, შენი სათქმელი ის არის, რომ უკვე ამოწურა ნაწილობრივ რუსეთმა სამხედრო შესაძლებლობები და აღარ აქვს დამატებითი პოტენციალი, ვთქვათ, გრძელვადიანი სამხედრო ოპერაციებისთვის, ხო? ამის თქმა გინდა და რომ დაუბრუნდეთ ისევ რაღაცა აი მოლაპარაკებებს და აი პერსპექტივას, რომ შეიძლება გაჩერდეს, შეწყდეს ცეცხლი და მივიდნენ მხარეები, არ ვიცით ჯერ, მაგრამ რაღაც ტიპის შეთანხმებაზე, რატომ მიგაჩნია, რომ ეს იქნება საჩუქარი? ანუ ამას ხომ აქვს, ვთქვათ, გაგრძელება სამომავლო რისკების თვალსაზრისით? კი, მოდი აი ეხლა რაზე ვსაუბრობ, ორი სიტყვით კი ბატონო. ფრონტის ყველა მიმართულებაზე მასიურად შეინიშნება რუსული მოტომსროლელი და მექანიზირებული ქვედანაყოფები, რომლებიც შტატის სწორედ ამ ჯავშან ტრანსპორტიორები და ქვეთასაბრძოლო მანქანებით უნდა იყვნენ დაკომპლექტებულები, მაგრამ შეტევით ოპერაციებს ბრძოლის ველზე გადაადგილდებიან და შეტევით ოპერაციებს ახორციელებენ სხვადასხვა კუსტარულად დაჯავშნული საავტომობილო ტექნიკით, სატვირთო მანქანებით, ძილებით, ურალებით და ასე შემდეგ. შეინიშნება ასევე სხვადასხვა ასე ვთქვათ თხელჯავშნიანი კარგახნის შეიარაღებიდან მოხდენილი ჯავშან ტექნიკის ნიმუშების გამოყენებაც. ამ ტექნიკით ვერანაირ სერიოზულ წარმატებაზე საუბარი ვერ იქნება და ეს განსაკუთრებით შეინიშნება ბოლო 2-3 თვის განმავლობაში, როცა უდიდესი რაოდენობის ჯავშან ტექნიკა და განსაკუთრებით ტანკებზე არის საუბარი დაკარგეს დონეცკის მიმართულებაზე შეტევით ოპერაციებში რუსებმა. რაც შეეხება იმ მოსაზრებას, რომ ომის გაჩერება იქნება საჩუქარი. ამ მოცემულობაში უკვე ამაზე მიდის საუბარი. პირველ ეტაპზე ყველა ატომღაც ეგონა, რომ აი რუსეთს არ აწყობს ყველაზე მეტად ასე ვთქვათ ომის შეწყვეტაო. რეალურად რა თქმა უნდა უკრაინა ძალიან სულ მდგომარეობაშია, გამოფიტული არის სერიოზულად არის გამოფიტული უკრაინის შეიარაღებული ძალები, დეფიციტი აქვს შეიარაღებაში ყველა მიმართულებით, თუმცა ძალები და რესურსები მაინც არსებობს იმისა, რომ ომი გააგრძელონ ასეთი ინტენსივობის ომი გააგრძელონ კიდევ თუნდაც 1 წლის განმავლობაში. თუმცა რაც შეეხება რუსეთს, კიდევ 1 წელი ამ ინტენსივობით ასეთი დანაკარგებით გაგრძელების შემთხვევაში რუსული სახმელეთო ძალების სრული კრახის წინაშე აღმოჩნდება. რეალურად რამდენიმე წლით ეხლა ომის დაპაუზება, რამდენიმე ეს იქნება 2 წელი, 3 წელი თუ სიტყვაზე 10 წელი,
რუსეთს საშუალებას მისცემს, რომ ის დანაკარგები, რომელიც მიიღო ამ ომის განმავლობაში, განსაკუთრებით ჯავშან ტექნიკის მიმართულებით, რასაც ეყრდნობა მთელი რუსული შეიარაღებული ძალები, ფაქტიურად აინაზღაურონ. მათ შორის აინაზღაურონ შედარებით თანამედროვე ნიმუშების წარმოებით. რატომღაც ბევრს გონია, რომ აი ხშირად შეხვდებით ხოლმე ხო კომენტარებში, სხვადასხვა საუბრებში, Facebook-ზე სხვაგანაც, რომ უკრაინა განადგურებული არის, აღარ არსებობს უკრაინა, ეს რა თქმა უნდა ესე არ არის. ამას რაზე დაყრდნობით საუბრობენ ამას. ყოველდღიურად იცით, რომ რუსული მხრიდან თოსანი რაკეტებით, ბალისტიკური რაკეტებით, დრონებით ხდება სხვადასხვა ობიექტებზე დარტყმები. დიდი რაოდენობით დრონების გაშვება, მათი მცირე ნაწილი კი ხდება მიზნებს და ვიზუალური ეფექტი სამოქალაქო პირებში ძალიან სერიოზულ შთაბეჭდილებას ახდენს და რაღაც ერთი დაზიანებული კორპუსის სიტყვაზე ხო რაღაცა ბევრად უფრო ძიმეთ აღიქმება, ვიდრე რეალური შედეგი არის ეს ამ მასშტაბის ქვეყნისთვის და აქედან მოდის სწორედ ესეთი აზრები. რეალურად განადგურებული რაც არის, ეს არის დასახლებები და ის ქალაქი, რა თქმა უნდა, დიდი რაოდენობა არის ესეც, მაგრამ აქ საუბარი არის აღმოსავლეთ უკრაინაზე, სადაც პრაქტიკულად გაუჩერებელი ბრძოლები მიდიოდა. რაც შეეხება დანარჩენ უკრაინას, კი, რა თქმა უნდა, სტრატეგიულ ობიექტებზე მიდის დარტყმები, მაგრამ ხდება მისი აღდგენა და არ არის ეს ქვეყანა იმ კონდიციაში, რომ ვიზახოთ, რომ უკრაინა განადგურებული არის და ასე შეუძლიათ ომის გაგრძელება, უბრალოდ ამ ომის გაგრძელება სჭირდება მინიმუმ იმ რესურსების და საბრძოლო საშუალებების, საბრძოლო მასალების და ტექნიკის მიწოდება იმ რაოდენობით, რა რაოდენობითაც ხდებოდა აქამდე. სიტყვაზე იგივე ინტენსივობის საბრძოლო მოქმედებების გაგრძელება შეძლო. რაც შეეხება რუსეთს, კი, რუსულ ბანაკშიც არის ჩრდილო კორეა, არის ჩინეთი, მაგრამ აქედან ძირითადად უფრო მიწოდება ხდება ამ ტიპის შეერაღების, როგორც არის საარტილერიო ჭურვები, დრონების მაკომპლექტებელი ნაწილები, სხვადასხვა საბრძოლო მასალებისთვის ელექტრონული კომპონენტები, დამიზნების ბლოკების საწარმოებლად და ბოლო პერიოდში, უკვე ბოლო 1 წლის განმავლობაში ჩრდილო კორეიდან დაიწყო საარტილერიო სისტემების გარკვეული რაოდენობის მიწოდება. თუმცა ეს ძალიან მცირე რაოდენობა არის იმ დანაკარგების ფონზე, რა დანაკარგებიც აქვს რუსეთის შეიარაღებულ ძალებს. რეალურად ომის გაგრძელება თუნდაც ერთი წლით რუსეთის სახმელეთო ძალებს ჩააყენებს ძალიან ისეთი ცუდ მდგომარეობაში, შეიძლება ითქვას გამოუსწორებელი, ასე ვთქვათ, ზიანს კი მიადგეს მთელი რიგი მიმართულებებით, მაგრამ ომის, ასე ვთქვათ, გაჩერება და გაყინვა მიცემს ამ ქვეყანას იმის საშუალებას, რომ ამბოის უთქოს გააგრძელოს, ასე ვთქვათ, ამოკაჩოს ჯავშან ტექნიკის მიმართულებით წარმოება და დააკომპლექტოს ის ქვედანაყოფები, რომლებმაც სერიოზული ზიანი და დანაკარგები მიიღეს ამ სამწლიანი ომის განმავლობაში და მოემზადოს უკვე შემდეგი ომისთვის. ეს შემდეგი ომი იქნება ისე უკრაინის მიმართულებაზე, გაბედავს ბალტიის ქვეყნების მიმართულებაზე გაწევას თუ შემდეგ ომი მიზანი კავკასიის ორი ქვეყანა იქნება, კონკრეტულად სომხეთი და საქართველო. ეს რა თქმა უნდა პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული, თუმცა პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღება ამ შემთხვევაში იმის მიხედვით, თუ იმ კონკრეტულ სიტუაციაში მათ ხელთ არსებული სამხედრო რესურსები რა შესაძლებლობების იქნება. კაი, შემდგომ განვითარებებზე კითხავ, მოდი აი ისევ შეიარაღების ნაწილს მინდა დაუბრუნდე, ოღონდ ამ შემთხვევაში უკრაინის მიმართულებით. ჩვენ ვიცით მთელი რიგი პროექტები, რაც ევროპული სახელმწიფოების ჩართულობით არის დაწყებული იარაღის წარმოებასთან დაკავშირებით უშუალოდ უკრაინაში, ხო? იქ საუბარი არის როგორც ახალი, თქვათ, შესაძლებლობების შექმნაზე, იგივე დრონები, თუ ეს სახმელეთო ოპერაციებისთვის, მე მქონდა ერთი ვიდეო, სადაც იყო ლაპარაკი იმაზე, რომ პირველად გამოცადეს სახმელეთო რობოტები, ასე ვთქვათ, დაფიქსირდა უკვე ასეთი შემთხვევა და აი ეს თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარება, ვთქვათ, იქნება თუ ტრადიციული, ვთქვათ, სხვა შეიარაღების კუთხით, წარმოების კუთხით, ვიცით რომ ბოლო 2 წელია აქტიურად მიდის ეს პროცესი, ხო? შენ როგორც აი ამ სფეროს სპეციალისტმა, მინდა რომ მითხრა შენი აზრი, რამდენად გარდამტეხი ფაქტორი შეიძლება იყოს და ეგ რამდენად სერიოზული და მასშტაბური პროცესებია, რომ თუნდაც აი თუ არ შეჩერდა ეხლა ესე ომი და ვთქვათ არის ამაზე ორაზროვანი მოლოდინები, ხო? ზოგი ფიქრობს რომ ეს გაგრძელდება, ზოგი ფიქრობს რომ ტრამპს სწრაფი ეფექტის მოხდენა უნდა და შეიძლება რამე შეთანხმებაზე. ეს კიდე ცალკე საკითხია. მოდი ვისაუბროთ რესურსებზე. რა რესურსები აქვს უკრაინას, რა მოლოდინებს აჩენს? აი ეგ წარმოება, იგივე საფრანგეთის და გერმანიის და ბრიტანეთის ჩართულობა
არის, მე რამდენადაც მაქვს ინფორმაცია და ის დაპირებები, რომელიც გვესმის. მე უსმენდი მაგალითად ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებას რამდენიმე დღის წინ ნატოს გენდივანთან ერთად, სადაც თქვა, რომ ყველაზე მეც მივაწვდით, ვიდრე აქამდე მიგვიწოდებია. ასევე იყო ევროპელი ლიდერები, მათ შორის კაია კალასის განცხადება ვნახე, რომელიც ამბობდა, რომ ახლა არ არის იმის დრო, რომ მანამდე რა გაგვიკეთებია და უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ და აგერ მოვისმინეთ მიუნხენის კონფერენციაზე, მათ შორის ზელენსკის მოწოდებაც, რომ დრო არის, რომ რაღაცა უფრო მეტი ვიფიქროთ ევროპის არმიის შექმნაზე და ასე შემდეგ. პერსპექტივა რამდენად თქვათ ოპტიმისტური არის იმ მხრივ, რომ თუნდაც აი ტრამპის წნეხი, რომ თქვენ უნდა მიხედოთ თქვენ უსაფრთხოებას, თქვენ მეტი უნდა გაიღოთ უკრაინის დასახმარებლად. ეს ყველაფერი რა საფუძველს ქმნის, რომ აი ახლო მომავალში, მე არ ვამბობ თქვათ სამომავლოდ დიდი ხნის პერსპექტივაში. რესურსები ზოგადად და შეიარაღების სახეობები, რომელსაც უკრაინა იყენებს და რომელიც ჭირდება ამ ომში, 10,000-ობის სხვადასხვა ნიმუშს მოიცავს, თუმცა აქ გამოიყოფა რამდენიმე ძირითადი მიმართულება. ესენი არის, რა თქმა უნდა, დრონები, აქ არის ლულიანი და რეაქტიული სარაკეტო артиллерия, არის რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებები, არის ჯავშან ტექნიკა და ტანკსაწინააღმდეგო საშუალებები და ყველა სხვა მიმართულება. ზოგიერთი მიმართულებით უკრაინის სამხედრო სამრეწველო კომპლექსი საკმაოდ სერიოზულ დონეზე იყო გასული ჯერ კიდევ ომამდე და კიდევ უფრო ახალ მასშტაბებს მიაღწია ომის შემდგომ, მიუხედავად იმისა, რომ უამრავი სამრეწველო ობიექტი გაუნადგურეს, უამრავი ხალხი დაეხოცა სპეციალისტები. მოდი ახლა პირველ ეტაპზე გეტყვი იმ მიმართულებებს, სადაც უკრაინა მეტნაკლებად თავისი საშუალებებით ახერხებს ვაწარმოოს საკმარისი რაოდენობით და შემდგომ უკვე ევროპიდან ისი მიწოდება იქნება მნიშვნელოვანი. ყველაზე ისეთი მარტივი, რაც უკრაინელებს დიდი რაოდენობით შეუძლიათ დაამზადონ, ესენი არის, რა თქმა უნდა, დრონები. წეღანაც თქვი, რომ დაახლოებით 4 მილიონზე არიან გასულები წლის განმავლობაში, თუმცა ამ 4 მილიონში, რა თქმა უნდა, შედის უმარტივესი პატარა FPV დრონებიც, ტაქტიკური დონის. აქ დრონები იყოფა რამდენიმე დონით. პირველი ეს FPV დრონები, ყველაზე ისეთი ახლო მანძილზე მოქმედი, რომელიც გამოყენება ინდივიდუალური მებრძოლების ზონეზე ხდება. სწორედ ამ FPV კამიკაძე FPV დრონების სიმრავლე განაპირობებს იმას, რომ артиллерიაში და საცეცხლე მხარდაჭერის საშუალებებში არსებული დიდი დანაკლისი, რაც უკრაინას გააჩნია, მეტნაკლებად არის ანაზღაურებული, რომ მიზანი დადგურდება. დაბალანსდა ამ დრონების მეშვეობით. კი, მიზანი დადგურდება, მაგრამ არა კლასიკური მეთოდით, რაც артиллерия აკეთებდა ტანკების სიტყვაზე, არამედ დადგურდება სიტყვაზე შრაპნელურმუხტიანი, მწვერვალმუხტიანი დრონები და კუმულაციურ ჭურვებიანი დრონებით ტანკებზე და ჯავშანმანქანებზე პირდაპირ დაჯახებათ. შედეგი საბოლოო ჯამში დამდგარია, ხო? შემდეგი არის ოპერატიული დონის დრონები, რომელსაც იყენებენ რუსეთის ტერიტორიაზე რამდენიმე ასეულ კილომეტრზე არსებულ სიღრმეში დარტყმებისთვის და შემდგომი არის უკვე 1000 კილომეტრზე ზევით მოქმედი სტრატეგიული დანიშნულების კამიკაძე დრონები. ამ მიმართულებით უკვე უფრო უკრაინელები იყენებენ მზასაფრენ აპარატებს სამოქალაქო დანიშნულების თვითმფრინავებს, რომელიც უპილოტო რადიომართვა და თანამგზავრული მართვის სისტემას იყენებენ და იყენებენ ასევე ავტონომიური მართვის რეჟიმში ამ დრონებს და აპროგრამებენ კონკრეტულ ობიექტზე, უშვებენ სტრატეგიულ სიღრმეებზე დაფიქსირდა სადაც 2500 კილომეტრი სიღრმეები დაფიქსირდა უკვე შარშან, რამანძილებზეც მიაყენეს დარტყმები და ამ მიმართულებით საკმაოდ სერიოზულ მასშტაბებზე არიან გასულები. ასევე და მიდის აქტიური მუშაობა ეროვნული წარმოების ბალისტიკური და ფთოსანი რაკეტების წარმოებაზე. აქ საუბარი არის საფსანის ტიპის ფთოსანი რაკეტაზე და გრომ-2 ტიპის ბალისტიკურ რაკეტაზე, რომელიც არის რუსული ისკანდერის უკრაინული ანალოგი არის პირდაპირ. ეს ორივე პროექტი 90-იან წლებში შეიქმნა, ჯერ კიდევ 90-იანების დასაწყისიდან მუშაობდნენ უკრაინელი სპეციალისტები, თუმცა მერე უკვე ეკონომიკურმა მდგომარეობამ თავის იქნა უკრაინაში და ჩაიხურა ეს პროექტები. შემდგომში იყო აი ამ ბალისტიკურ რაკეტებზე საუდის არაბეთთან დაინტერესება და მეტნაკლებად წამოიწია წინ და ამასობაში ომის დაიწყო და განპოვილი რესურსები ჩაიდო ამ მიმართულებით და საბრძოლო გამოყენებას დაფიქსირდა უკვე ამ რაკეტების, ანუ ფთოსანი რაკეტების მიმართულებით და ბალისტიკური რაკეტების მიმართულებით სერიოზული ტექნოლოგიური რესურსები აქვს უკრაინას, რომ ეს მიმართულებაც შემდგომ წლებში საკუთარი შესაძლებლობით უზრუნველყოს საკუთარი შეიარაღებული ძალებისთვის. რა თქმა უნდა, კომპონენტები ევროპიდან, დასავლეთიდან დაჭირდება, ნაწილი კომპონენტები ჩინეთიდან შედის და შევადამატებით, თუმცა საბოლოო პროექტირება აწყობა უკრაინელი ინჟინერების მიერ მოხდება. შემდეგი მიმართულება, რაც არის ძალიან დიდი რაოდენობით ჭირდებათ,
რეალურად წეღან რუსულ ძალებზე რო საუბრობდი, ხო, ნუ აქ გაშლილი ფრონტი არის და უკრაინულ მხარესაც ქვედანაყოფებით ვერაფერს ვერ გააკეთებ. აქაც შტატები არის, სადისანტო მოიერიშე ქვედანაყოფები არის, დშბ-ებს რო ეძახიან, არის მოტომსროლელი ბრიგადები და არის მექანიზირებული ბრიგადები. ამათაც სჭირდებათ ქვეითთა საბრძოლო მანქანები და ჯავშანტრანსპორტიორები. უკრაინაში საკმაოდ სერიოზული ნიმუშები ჯავშანტრანსპორტიორების მიმართულებით 4-4 სავალი ნაწილის მქონე ტაქტიკური მანქანების მიმართულებით საკმაოდ სერიოზული პროექტები იყო და არის და ახორციელებენ მისაწყობას ლვოვში მაგალითად ლვოვის ჯავშანსატანკო ქარხანაში კიევშიც აწყობენ, თუმცა რა თქმა უნდა რაოდენობები ბევრად უფრო დიდი არის საჭირო, ამიტომ ასეთი მანქანების მიმართულებით ანუ სპუქი ჯავშანტექნიკის მიმართულებით შეერთებულ შტატებზე იყვნენ დიდწილად დამოკიდებული და რა თქმა უნდა ევროპის ქვეყნებზე, აი მაგალითად ამერიკიდან შეყვანილი ბრედლის ტიპის ქვეითთა საბრძოლო მანქანები, რომლებმაც უსერიოზულეს ეფექტი მოახდინეს ბრძოლის ველზე, უამრავი უკრაინელი სიცოცხლე გადაარჩინეს და სერიოზულ, ასე ვთქვათ, ფაქტორად მოგვევლინა ბრძოლის ველზე, რაც მოსალოდნელი იყო. ასევე ტანკების მიმართულებით არ აქვს ცუდი მდგომარეობა უკრაინელებს, შეიძლება ითქვას, რომ ხარისხობრივად მთელი მიმართულებებზე რუსეთსაც აღემატება რუსულ სატანკო ქვედანაყოფების შესაძლებლობებს, თუმცა აქაც რაოდენობებზე არის საუბარი. საკუთარი მარაგები არც ისე დიდი აქვს დარჩენილი, აი კონსერვაციაზე მდგარი ტანკები თითქმის დიდი ნაწილი უკვე მოხსნილი არის და საბრძოლო მდგომარეობაში არის მოყვანილი და აქაც ევროპაზე იქნება რა თქმა უნდა დამოკიდებული ევროპის ქვეყნებზე. აქ იმაზე მაქვს საუბარი, თუ სიტყვაზე შეერთებული შტატები გამოეთიშა ამ სამხედრო დახმარების ერთიან პაკეტებს. და არის ასევე შეიარაღების განკურნული სახეობები, მაგალითად მაღალტექნოლოგიური დასავლური ფთოსანი რაკეტები და განკურნული ტიპის ასე ვთქვათ დრონები, რომლის წარმოება ადგილზე ვერ ხდება უკრაინაში, იმიტომ რომ ამის ტექნოლოგია არ აქვს და ამის ამ კუთხით დასავლეთზე არიან დამოკიდებული. პლუს ამას არიან დამოკიდებული ევროპულ ქვეყნებზე, გერმანიაზე განსაკუთრებით, ჩეხეთზე და გერმანიაზე, ასევე საფრანგეთზე. საარტილერიო ჭურვების მიმართულებით. საარტილერიო ჭურვები იწარმოება უკრაინაში, მაგრამ იმ რაოდენობაზე რა თქმა უნდა ვერ არიან გასულები, საკმარისი რაოდენობით აწარმოებენ მოკლედ მხოლოდ ნახევარსაწყოცის დაღმებს. უკრაინელები 120 მმ-იანებს, 60-იანებს და 82-იანებს. დანარჩენი 152-იან ჭურვებზე და 155-იანებზე, ასევე 122 მმ-იანი გრადის რაკეტებზე, რომელიც ძალიან დიდი რაოდენობით იხარჯება, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებზე არიან დამოკიდებული. ტანკსაწინააღმდეგო მიმართულებითაც დაახლოებით 50-50-ზე არის თანამედროვე ტანკსაწინააღმდეგო სისტემებზე ევროპიდან და ამერიკიდან შედიოდა და არანაკლებ თანამედროვე უკრაინული კორსარებიც ადგილზე იწარმოებოდა და გარკვეული რაოდენობა ეხლაც იწყება. თუმცა მართვად ტანკსაწინააღმდეგო სისტემების კუთხით ძალიან დიდი მოთხოვნილება უკრაინას აღარ აქვს, იმიტომ რომ შეიცვალა ტაქტიკა, რუსებმა შეცვალეს ტაქტიკა და ძალიან იშვიათად ხდება, რომ მართვად ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსებით სიტყვაზე ტანკი განადგურდეს, ან უკრაინული, ან რუსული. რაც შეეხება აი ამას ბოლოსაც ვკითხე, ხო? მიუნხენის კონფერენციაზე მოდი დაგიზუსტებ შეკითხვას. როდესაც ეხლა მთელი პოლიტიკური დისკუსია რაზე მიდის, რომ ვთქვათ, რა წილი ექნება შტატებს, ვთქვათ, დახმარების კუთხით და ის რომ ისინი მოუწოდებენ ევროპის სახელმწიფოებს, რომ თქვენ უნდა გააკეთოთ მეტი. მოდით დავუშვათ ცუდი სცენარი ესეთი, რომ შტატებმა გაწყვიტა სამხედრო დახმარება, ხო, რაზეც იყო გარკვეულწილად საუბარი, თუმცა აღსანიშნავია და უნდა ვთქვათ ისიც, რომ არ გაჩერებულა ეს დახმარება. მოდი ჯერ აი აქედან დავიწყოთ რა ტიპის და რა მოცულობის და რა ხელმძღვანელობის არის ის რაც მიედინება ამ ეტაპზე, რაც ჯერ კიდევ ბაიდენის ადმინისტრაციის დროს დაიწყო და შემდეგი კითხვა ეს იქნება თუ შეწყდა, თქვათ, რამდენად არსებობს საბრძოლო ომის, ანუ უკრაინის სასარგებლოდ წარმართვის პერსპექტივა იმ შესაძლებლობებით, რაც აქვთ და იმ შესაძლებლობებით, რაც პერსპექტივაში იგულისხმება, რომ მიაწვდის ევროპის სახელმწიფოები. რას იღებენ და თუ შეწყდება რა მოხდება? კი, შეერთებული შტატები ამერიკიდან მიწოდებული ზოგადად სამხედრო ტექნიკური დახმარება ლომის წილი იყო იმ დახმარებაში, რასაც უკრაინა იღებდა და ბევრად ნაკლები იყო ევროპული. აქ საუბარია შედარებით ისეთ მაღალ ტექნოლოგიურ და ისეთ საშუალებებზე, რომელსაც რეალური ეფექტი მოაქვს ბრძოლის ველზე. აი ესეთი გარდამტეხი საშუალებები, როგორც ჰაიმარსის რაკეტები არის მაგალითად, ხო? ჩვეულებრივი GMLS-ის რაკეტებზე მაქვს საუბარი, რომელმაც პრაქტიკულად წელში გადაეხა ბევრი მიმართულებებზე რუსული ქვედანაყოფები შეტევის წამოწყებამდეც კი.
მünchenis კონფერენციაზე ჩანს აშკარად, რომ შეერთებული შტატების ახალი ხელისუფლების მიდგომა არის შემდეგი: მთელი ეს 3 წელი შეერთებული შტატები აწვდიდა შეიარაღების მარაგებს უკრაინას და მათ ხარჯზე ხდებოდა ომის გაგრძელება. და ევროპის ქვეყნები ერთიანი ევროპული რესურსი, რომელმაც მათი აზრით და რეალურად ჩემი აზრითაც ამ დრომდე ვერ შეიგნო, ვერ გაიგო, რომ საომარ რელსებზე უნდა გადავიდეს ერთიანი ევროპული ეკონომიკა და ევროპული სამხედრო კომპლექსი, მოუწევთ ალბათ ამის გაკეთება და რეალურად ამისი, ასე ვთქვათ, ინიციატორი შეერთებული შტატები იქნება, რომელიც ცდილობს დაანახოს, რომ ამერიკა აღარ აპირებს რაღაც მისი საკუთარი გადასახადის გადამხდელების ფულით, ასე ვთქვათ, უზრუნველყოს ევროპის უსაფრთხოება. რეალურად ევროპის ეკონომიკას საკმარისზე მეტი, ბევრად უფრო დიდი რესურსი აქვს, ვიდრე საკმარისი არის იმისათვის, რომ გაუკეთოს სამხედრო ტექნიკური უზრუნველყოფა და გახდეს შეიარაღების მიწოდების კუთხით გახდეს ზურგი უკრაინისათვის ამ ომის საწარმოებლად და რეალური წარმატების მისაღწევად. ამისი ყველა რესურსი ევროპაში არის ასევე ინტელექტუალური და ტექნოლოგიური რესურსი, რომ შეიარაღების დეფიციტური სახეობები, როგორც არის მაგალითად ჰაიმარსის რაკეტები, რომლის საწარმოო ტექნოლოგიები მაგალითად გერმანიაში არის და საფრანგეთსაც აქვს ესენი, ადგილობრივად იქნას უკვე წარმოებული და აქედან მოხდეს მიწოდება უკრაინაში. ასევე ჯავშან ტექნიკის მიმართულებითაც, რომ უკრაინამ მოახერხინოს იმ საკუთარი ქვედანაყოფების და შენაერთების სრულად დაკომპლექტება ჯავშან ტექნიკით, რომელიც თვეებია უკვე წლებია მომზადებული არის, მაგრამ ყავთ ზურგში და მესამე ხარისხოვანი მიმართულებებზე, იმიტომ რომ ვერ აკომპლექტებდნენ ჯავშან ტექნიკით საკმარისად. თავარი არის ეხლა რა, ევროპული სახელმწიფოების მთავრობებში არსებული პოლიტიკური ძალები თუ მიხვდებიან იმას და თუ რეალურად გაიაზრებენ იმ საფრთხეს, რაც ელის ევროპას, რუსეთთან, უკრაინაში, უკრაინის ომიდან შედარებით, ასე ვთქვათ, მშრალად გამოძრომის შემთხვევაში, ან გამარჯვების შემთხვევაში, ყველაზე ცუდი სცენარი რომ განვიხილოთ და თუ მოახერხებენ იმის, ასე ვთქვათ, დროში მოსწრებას, რომ ის ფულადი ეკონომიკური რესურსები დროის შედარებით მოკლე მონაკვეთში გარდაიქმნას სამხედრო ტექნიკურ რესურსებად, რომელმაც რეალური შედეგები უნდა დადოს ბრძოლის ველზე. ამის შესაძლებლობა უკრაინაში არის უბრალოდ ევროპაში არის უბრალოდ კონკრეტულ თანამდებობებზე, კონკრეტულ საპასუხისმგებლო თანამდებობებზე უნდა იყვნენ ის კონკრეტული ადამიანები, ვინც რეალურად ამ მასშტაბის ომს, კონტინენტზე არსებულ ამ მასშტაბის ომს ბევრად უფრო სერიოზულად მიუდგებია, ვიდრე აქამდე უდგებოდნენ, ხო? აი, სხვაობა დაინახე, თქვათ, აი, ბოლო განცხადებებში, თუნდაც რაც მოვისმინეთ მიუხედავად. ბოლო განცხადებებით ახლა მიუხედავად ხდებოდა ამერიკის თავდაცვის მდივნის მხრიდან, სახელმწიფო მდივნის მხრიდან აშკარად ცოტა რაღაცა შეშფოთება ეთყობათ ევროპის ლიდერებს, ხდებიან, რომ შტატების მხრიდან, ასე ვთქვათ, შტატების გასვლისა და ევროპის უსაფრთხოების ევროპის უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე უარის თქმის შემთხვევაში ძალიან ისეთი სერიოზული პრობლემების წინაშე შეიძლება დადგნენ მთელი რიგი მიმართულებით, იმიტომ რომ წეღან რასაც საუბრობთ, თუ ეხლა უკრაინაში ომი გაიყინა და არ მოხერხდა კრიტიკულად, ასე ვთქვათ, დიდი ზიანის მიყენება რუსული შეიარაღებული ძალებისთვის უკრაინაში, რომელიც ხერხემალში გადატეხავს ფაქტობრივად რუსული შეიარაღებული ძალების საყრდენს, რუსეთის სახმელეთო ჯარებზე მაქვს საუბარი, მოახერხებს, ასე ვთქვათ, გაძლიერებას და შემდგომი ვინ იქნება ცოტა ისეთი მნიშვნელობა, მაგრამ ევროპას ყველა ვარიანტში მოუწევს რუსეთთან შემდგომი დიდი ომი. რეალურად ეს გააზრებულიც აქვთ და უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, არ არის ხა ეს საიდუმლო ინფორმაცია, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ მთელი რიგი საიდუმლო პროგრამები, ხა ზუსტად აქ დეტალები უცნობია, მაგრამ მთელი რიგი საიდუმლო რეჟიმში დაინიცირდა პროგრამები საბრძოლო მასალების მარაგების შევსებაზე. იმ მარაგების, რომელიც ევროპულ ქვეყნებს სულ რაღაცა რამდენიმე დღის და კვირების სამყოფი ჰქონდათ ამ ომამდე, მაგრამ ნახეს საარტილერიო საბრძოლო მასალების საავიაციო ბომბების ხარჯი რამხელა არის და გახსოვთ თქვენის პრობლემები, რომ არა შეერთებულ შტატებიდან შეიარაღების მიწოდება და მთელი რიგი კონსერვაციაზე არსებული ჭურვების და ბომბების წარმოებელი ქარხნების გამოცოცხლება, რამხელა პრობლემები ჰქონდა იგივე გერმანიას საარტილერიო საბრძოლო მასალების მარაგების მიმართულებით, იგივე საზეიმტო საარტილერიო სისტემა გეპარდი, რომელიც მიწოდებას მოხდა უკრაინისთვის, საკმარისი რაოდენობის ჭურვებს ვერ ასწვდიდნენ, 35 მმ-იან ჭურვებს და ბრაზილიიდან დაიწყეს ამ საბრძოლო მასალების
შემოტანა. რეალურად ამის რესურსი არის, უამრავი ქარხნები არის ჯერ კიდევ ცივი ომის პერიოდში აშენებული და დაკონსერვებული, შემდგომში 90-იანებში დაკონსერვებული ქარხნები ევროპაში, რომლის დაფინანსების და კონტრაქტების დადების შემთხვევაში საკმარისზე მეტ დაამზადებენ ყველაფერს, რაც ჭირდება უკრაინას. თან საუბარი არის იმაზე, ეხლა რაზეც ვსაუბრობთ, რომ ბევრ რაღაცას უკრაინა ადგილზე აწარმოებს და თუ იქნება ფულადი რესურსები, კიდევ უფრო გაიზრდება ამის წარმოება. კრიტიკულად მნიშვნელოვანი რა არის ახლა აქ? დიდი რაოდენობით კამიკაძე დრონები, დიდი რაოდენობით საარტილერიო ჭურები და საარტილერიო ლულების მიმართულებით არის, ასე ვთქვათ, საწარმოები აღსადგენი ევროპაში. ის ბოგდანას ტიპის თვითონული საარტილერიო დანადგარი უკრაინული, რაც უკრაინაში ხდება, ნაწილზე უკრაინული ლულები აგრეთვე, მაგრამ ნაწილი ლულებისა ერთ-ერთი ორი ევროპული ქვეყნიდან შედის უკრაინაში და რეალურად ეს ქვეყნები ერთ-ერთი ყველაზე ისეთი მილიტარიზებული ქვეყნები არის ევროპაში და ზოგადად ისეთი ქვეყნები არის, რომლებშიც სადაც მეტნაკლებად ფიქრობდნენ ჯერ კიდევ უკრაინაში ომის დაწყებამდე შემდგომი ასე ვთქვათ დიდი კრიზისების შემთხვევაში საარტილერიო საბრძოლო ჩეხეთზე მაქვს საუბარი და პოლონეთზე კონკრეტულად საარტილერიო საბრძოლო მასალების მიმართულებით, ჯავშა ტექნიკის მიმართულებით საკმაოდ სერიოზული რესურსები და მარაგები ჰქონდა და აქვთ ამ ქვეყნებს განსხვავებით გერმანიისგან, რომელმაც რამდენიმე ათეული სატანკო ბრიგადა ფაქტიურად ჯართან დაჭრა მათი ტექნიკა და თუ ბრიგადები დაშალეს, რაც უდიდესი შეცდომა იყო დღესდღეობით კი ხედავთ აქ და ეს არსებული უდიდესი სამხედრო რესურსი, რომელიც ეხლა პირდაპირ ასე ვთქვათ გამოადგენდა უკრაინას თავის დროზე ჯარში იქნა გაშვებული, განსაკუთრებით მერკელის პერიოდზე არის საუბარი. თავარი არის რა ეხლა დროის რა შუალედში მოხდა, რა შუალედში მოხდება შეერთებული შტატების მხრიდან სამხედრო ტექნიკური დახმარების შეწყვეტა, ეს დახმარების შეწყვეტა ალბათ არ მოხდება მანამ სანამ ეს 61 მილიარდიანი პაკეტი არ მოიწურება სრულად, მაგრამ აქ პლუს ამას ვხედავთ განცხადებებს შტატების მხრიდან, რომ ევროპულ ქვეყნებს შეუძლიათ შეიძინონ შეერაგება. კი. დღეს იყო ეგ განცხადება ზუსტად, კი. ორი განხარჯვა მოუწევთ რა. შევა ამერიკული შეიარაღება, მაგრამ შევა ევროპული ქვეყნების გავლით, ევროპული ქვეყნების მხრიდან დაინიცირებული პროგრამებით. იქ სხვათა შორის ეხლა ვსაუბრობთ იმ ჩემ მოსაზრებაზე, რაც მეწერა იქ კიდევ ერთხელ რომ განმეორდე. უნდა დამთავრდეს ევროპაში მოკლედ ეს ვარდისფერი სათვალეებით ყურება სოფლიოში არსებული სამხედრო პოლიტიკური მდგომარეობის, ასე ვთქვათ, მიმართ. მთელი რიგი და ასე ვთქვათ, მთელი თაობები არის აღზრდილი ევროპაში, პოლიტიკური თაობები, პარტიები, რომლებიც სერიოზულად ვერ აღიქვამენ, სერიოზულად ვერ იაზრებენ რამხელა საფრთხის წინაშე შეიძლება დადგეს ცივილიზებული სამყარო, როცა მათ ემუქრებათ ამოქოქილი რუსული რესურსები, რომელიც არის ჩრდილო კორეის, ჩინეთის და ირანის, ასე ვთქვათ, ბანაკში, ერთიან ბანაკში, რომელსაც საკმაოდ სერიოზული სამხედრო პოტენციალი აქვს. ხო, ჩინეთზე საერთოდ საუბარი არის, ირანი და ჩრდილო კორეა მოვალოთ. ახლა მაგას რომ მეუბნები, თვალწინ დამიდგა ჩემი პირადი გამოცდილება უკრაინაში ომი რომ დაიწყო, გახსოვს შენ ეგ პერიოდი ჩვენ მაშინ კონტაქტობდით ხოლმე. ერთი თვე გავატარე, პირველი ერთი თვე ვიყავი უკრაინაში და შემდეგ გადავედი, ბაიდენის ვიზიტი რომ იყო, მაგ დროს გადავედი პოლონეთში. უკვე დავამთავრე ეს ჩემი მივლინება, ასე ვთქვათ და მე ჩავანაცვლეს და ესე იგი, როგორც კი საზღვარი გადავკვეთე, ხო, განცდა იყო, რომ იქ ყვავილები და პეპლები რო ახსენე, მაგაზე გამახსენდა რა, აბსოლუტურად არ იყო იმის განცდა, რომ ყურის ძირში მიმდინარეობდა ასეთი ბრუტალური ომი რა, სადაც ადამიანები იღუპებოდნენ და რაც უფრო დრო გავიდა, მე გეთანხმები, რომ არა მხოლოდ პოლიტიკურ წრეებში, ზოგადად საზოგადოებაში, რაც უფრო შორს არის ეს პროცესი შენგან, უფრო არა გაქვს იმის აღქმა, მით უმეტეს, როცა შენი დღის წესრიგი გაქვს. კარგი, ამას რომ თავი დავანებოთ, ან შემდეგი კითხვა რაც მინდოდა დამესვა, შენ როგორ უყურებ ავხსენით ეს ლოგიკა, რომ არ ჯდება ეხა ლოგიკაში უკრაინის ამ მომენტში, ვთქვათ, შეჩერება და რუსეთისთვის ხელისშემწყობი იქნება თუ, ვთქვათ, ახლა ვინმე რამეს შეთანხმდა. მაგრამ ამას მარტო ჩვენ არ
ვაკვირდებით და მარტო ჩვენ არ ვუყურებთ, ხო? კი, გასაგებია ვიღაცებს შეიძლება ვარდისფერი სათვალე უკეთიათ, თუმცა მთლიანობაში აი კომპლექსურად რომ შეხედო შენ ახლა ამ სურათს, გაქვს თქვათ იმის მოლოდინი, რომ უკრაინისთვის წამგებიანი გადაწყვეტილება შეიძლება იყოს მაგიდაზე, თქვათ თუ დასხდებიან საბოლოოდ. როგორ უყურებ ამ პერსპექტივას? ეს არის თქვათ აი რაღაცა პოლიტიკური ტრიუკები, თქვათ რაღაცა იმისთვის რომ ვინმე მეტი დახარჯოს, ვინმე ნაკლები დახარჯოს და თქვათ აი ამით ვინმე მოაქციონ წნეხის ქვეშ, თქვათ რუსეთში თუ ეს არის რაღაც რეალური მოლოდინი შენთვის პირადად აი სამხედრო მოქმედებების გაჩერების. აქ რამდენიმე შესაძლო ვარიანტზე არის საუბარი. მოდი აი დავიწყებ იმითი, რომ ხვალ არის ჩანიშნული შეხვედრა, ხო, საუდის არაბეთში, ლავროვი და ამერიკის სახელმწიფო მდივანი და ამ შეხვედრაში არანაირი ასე თქვა, არანაირი ფორმატში არ მონაწილეობენ უკრაინელები და რასაც ზელენსკი აპროტესტებს. შენობაში არ ჩავერთვებით, ხო, ანუ შეინიშნება შეერთებული შტატების ახალი მთავრობისგან. შეინიშნება რა, ნუ ოფიციალურად ხდება უკვე ცხადია, რომ ჩანს პირდაპირ დახურულ რეჟიმში აქამდე აწარმოებდნენ მოლაპარაკებას პირდაპირ რუსებთან და რაღაცებზე გარიგებას აპირებენ პირდაპირ რუსეთთან, საიდანაც ამოგდებული არის უკრაინა, უკრაინის ინტერესები შეიძლება იყოს აქედან ამოგდებული და ევროპა, რომელსაც საერთოდ რაღაცა თამაშგარეთ ცდილობენ რომ დატოვონ, ხო, ევროპული ინტერესები რა არის კიდე საკითხავი არის, იმიტომ რომ აქაც ბევრი სხვადასხვა ასე ვთქვათ აზრები არის, ვერ თანხმდებიან, იქ არის ქვეყნები რომელსაც პრორუსული მთავრობები ყავთ, არის ქვეყნები, სადაც საერთოდ ისევ ვარდისფერი სათვალეებით პეპლებს დახტევენ დასაჭერად და არის კიდე რამდენიმე ქვეყანა, სადაც რეალურად ფიქრობენ რუსეთთან ომზე და რეალურად ემზადებიან, ხო, აი პოლონეთი ავიღოთ ისევ შემთხვევაში, ხო, რომელიც პრაქტიკულად მეტნაკლებად ამ კუთხით ყველაზე სერიოზული ქვეყანაა და გერმანიაც ასევე, რომელიც ცოტა დახურულ რეჟიმში, მაგრამ გამალებული ემზადება რუსეთთან შესაძლო ომისთვის, რომელზეც კიდე ღიად საუბრობენ, რომ შეიძლება რაღაცა 2-3 წლის პერსპექტივაზე იყოს რაღაც საუბარი რა, 2-3 წლის შემდეგ. რეალურად იცით, რომ ეს ხელშეკრულება, რაც ხა წინა კვირებში იყო საუბარი, ხო? უკრაინის ტერიტორიაზე, მათ შორის ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიაზე არსებული სხვადასხვა ძვირად ღირებული ლითონები, მინერალები, წიაღისეულის ასე ვთქვათ, ოპოებაზე უფლების მიცემა ამერიკული კომპანიებისთვის, ამაზე იყო თითქოს ამაში უნდა გაცვლილიყო შეერთებული შტატებისგან შემდგომი სამხედრო ტექნიკური დახმარებები, მაგრამ როგორც ხედავთ, კიდევ ვერ შეჯერდნენ უკრაინელები და ამერიკელები ამაზე და ვერ მოხდა ამ კუთხით შეთანხმების მიღება, იყო საუბარი რაღაც 50%-ზე მიცემდნენ დომას და ნუ კიდე ხა იქ დახურული კასმირმა კიდე რაზე ხდება საუბარი ცოტა რთული არის სათქმელია, მაგრამ ფაქტია რომ ამ ეტაპზე უკრაინელები არც ისე კმაყოფილები არიან, კი არა და ძალიან ისეთი არ არიან კმაყოფილები შტატების მიდგომით ამ კონკრეტული მოლაპარაკებებთან დაკავშირებით. რატომღაც გონია რომ ეს ომი მაინც არ გაჩერდება, მაგრამ ამერიკული დახმარების ნაწილი აქედან იქნება დიდწილად ამოღებული და იქნება მხოლოდ ის ნაწილი დარჩენილი, რაც ახლა დარჩენილი არის იმ დამტკიცებული პაკეტით და რასაც იყედიან ევროპული ქვეყნები. ნახოთ, აი ვერ გეტყვით ზუსტად კიდე ერთხელ ვიმეორებ აქაც რომ ეს პოლიტიკური ნაწილი ჩემი გასაგებია, კი უბრალოდ აბსოლუტურად სამხედრო კუთხით შემიძლია შევფასო, მაგრამ ისეთ სიტუაციაში არის ახლა კონკრეტულად ეს ომი მისული, რომ პოლიტიკური, ასე ვთქვათ, მდგენელი ახდენს გადაწყვეტას სამხედრო მოცემულობისა, ხო? ბევრჯერ მითქვია ამაზე, რომ ომს აქვს სამხედრო ლოგიკა და არის კიდე პოლიტიკური. ხო, თუმცა ეგ სამხედრო ლოგიკა, რაზე ჩვენ საუბრობ, ცოტა ხმამაღალს გახდის ჩემი აზრით უკრაინის დელეგაციებს, ან პირადად ზელენსკის, როცა რაიმე შეთანხმებაზე იქნება. ის რაზე დაყრდნობითაც მე შემიძლია ვთქვა და ვიძახი და ჩემი აზრი არის ეგეთი, რომ ეს ომი არ უნდა გაჩერდეს. ამ ომიდან ახლა რუსეთის ესე გავშვება იქნება რაღაცა დაწყებული შუაგზაზე მიტოვება და რუსეთის, ასე ვთქვათ, რუსეთისთვის დროის მიცემა შემდგომი გაძლიერებისთვის. თან მით უმეტეს რაც გვესმის ლავროვი იქნება თუ სხვები მათი განცხადებებიდან, რომ ისინი რაღაცა ხელის აღებას არ აპირებენ იმ ტერიტორიებზე, რომელიც უკვე მოახდინეს ოკუპირება და მათ უნდათ 100%-ით მიიღონ ის შედეგი, რაც აქვთ ახლა ამ წუთას. რუსები აყენებენ პირობებს, უკრაინის დემილიტარიზაცია უნდა მოხდეს, მთელი რიგი შეიარაღებული ძალები უნდა შემცირდეს,
საარტილერიო სისტემებიდან მოხდეს იმ სისტემების გატანა, რომელიც ტაქტიკური სიღრმის იქით მოქმედებენ და კატასტროფული რაღაცები არის ჩადებული. ამაზე დათანხმება, რა თქმა უნდა, უდიდესი ღალატი იქნება საკუთარი ქვეყნისთვის, უკრაინელების მხრიდან და ამაზე ხელს ეგენი არ მოაწეენ არავითარ შემთხვევაში და მაინც ამიტომ გონია, რომ ეს მოლაპარაკებები კი იქნება მოლაპარაკებებად, მაგრამ ომი არ უნდა გაჩერდეს, მხოლოდ იმიტომ, რომ ომი გაჩერდეს, რა. რეალურად ომი უნდა გაჩერდეს იმისათვის, რომ რუსეთმა უღარ შეძლო შემდგომი გაძლიერება და მოექცეს მოკლედ ჩარჩოებში მისი შემდგომი სამხედრო პოლიტიკური მოქმედებები. უბრალოდ სხვანაირად მოხდება ის, რაზეც წეღან ვილაპარაკე და შემდგომი მე მაინც მეეჭვება, რომ ბალტიის ქვეყნები იყოს ამ პოლონეთი რა. ცოტა უფრო შემდგომი პერსპექტივის თემა, იმიტომ რომ ნატო მეტნაკლებად ჯერ ისევ არსებობს იმ პოზიციაში და ჯერ ისევ ასრულებს თავის მოვალეობას, ამიტომ გონია, რომ ცოტა სამიმართულების დაუცველები ვართ ამ შემთხვევაში, ხო? სამხრეთის მიმართულებით გაიწევენ ისეთი ქვეყნებისგან, რომლებიც არ არიან ნატოს წევრები და ისეთი ქვეყნებისგან, სადაც საბჭოთა კავშირის პერიოდში დიდი საბჭოთა ასე ვთქვათ სამხედრო პოტენციალი იყო განლაგებული და მეტნაკლებად ბუფერს ქმნიდა აქეთ თურქეთის მიმართულებაზე და ახლო აღმოსავლეთის მიმართულებას პრაქტიკულად აქედან აკონტროლებდა და საუბარი მაქვს რა თქმა უნდა საქართველოს, სომხეთი, ადრე აზერბაიჯანიც იყო ამ ნაწილში, მაგრამ აზერბაიჯანი ახლა ცოტა სხვა პოლიტიკურ სამხედრო კონდიციაში არის და მის წინააღმდეგ რუსეთი რაღაცა ნაბიჯების გადადგმას ვერ გაბედავს და არც უძვის ეგ არაფათ. კარგი, მოდი ჩვენს მიმართ საფრთხეებზე რა თქმა უნდა მინდა რომ ვისაუბრო და მათ შორის მინდოდა მეკითხა ოჩამჩირის პორტთან დაკავშირებით. ძალიან საინტერესო თემა არის და კი აუცილებლად შევეხოთ, თუმცა ვიდრე საქართველოზე გადავალთ, მოდი კითხავ, ზელენსკის განცხადება იყო ესეთი, რომ ახლა ბელარუსის ტერიტორიაზე წვრთნებს იწყებენ და რაღაც 200,000 სამხედროს მობილიზება ხდება, თუ სწორად მახსოვს რაოდენობა ან 200 იყო ან 150 და ამით პრინციპში სიგნალი გაუგზავნა რომ ხო აი მე რაზეც ვსაუბრობ რომ ევროპა არ არის უსაფრთხოდ ამის ნიშანია ესაც და შესაძლოა რომ ეს მოხდეს გამოყენებული ვთქვათ არა უკრაინის მიმართულებით არამედ სხვა ქვეყნების მიმართულებითაცო და ამის გამოცდილებაზე ისაუბრა რომ იგივე უკრაინას შეჭრამდე სწორედ ასეთი წვრთნები დაიწყო და მე ტრამპს კითხეს რომ უშვებ თუ არა ნატოს წევრ ქვეყანაზე რუსეთის თავდასხმასო და მან თქვა რომ არა კატეგორიულად გამორიცხავო აბსოლუტურად გამორიცხავო ასეთი პასუხი ჰქონდა ეს ვთქვათ შენი შეფასებით რა მანევრი არის ამ შემთხვევაში კი ნუ ზელენსკი ბევრ რაღაცას იძახის რომელიც ხშირ შემთხვევაში რომელიც ლოგიკიდან ამოვარდნილი არის ხოლმე და მაინც და მაინც ესეთი ძალიან ღრმა შეფასებები არ სჭირდება ჩემი აზრით მაგრამ ვიტყვი აქ რუსეთის შეიარაღებული ძალები თუნდაც ბელარუსთან ერთად გაერთიანებული ძალები რო წარმოვიდგინოთ ამ ეტაპზე არანაირად არ არის იმ კონდიციაში და არ აქვს შესაძლებლობები რომ კონვენციური ომი წამოიწყოს ნატოს ძალების წინააღმდეგ თუნდაც პოლონეთის შეიარაღებული ძალები რო ავიღოთ მხოლოდ ნუ ბალტიისპირეთის მიმართულებით აქვს რესურსები რო წარმატებას მიაღწიოს მაგრამ პოლონეთი ცოტა სხვა თემაა და თუ განვიხილავთ კიდე მეხუთე მუხლის ამოქმედების შესაძლებლობას და ნატოს გაერთიანებულ კონვენციურ სამხედრო ძალებს აქ სერიოზული ლაპარაკი არ შეიძლება არანაირი წარმატების რესურსი რუსეთს ამ კუთხით არ აქვს. ერთადერთი წარმატების რესურსი რუსეთს აქვს პირთული შეიარაღების გამოყენების შემთხვევაში და ამას ესეთ არ მოხდება ამ შემთხვევაში. ამ მოცემულობაში ხო, ანუ ალბათ ეს უფრო რაღაცა გამოფხიზლებისკენ მიმართული შესაძლოა რაღაცა ტრიუკად აღვიქვათ პოლიტიკურ განცხადებად ამ შემთხვევაში, ხო? კაი. ასე რომ რუსეთის გენშტაბში გეგმები ბალტიისპირეთში შეჭრაზეც, პოლონეთში შეჭრაზეც, გერმანიის წინააღმდეგ კონვენციურ ომზე მაქვს საუბარი. ეს გეგმები ყველაფერი იდება, მაგრამ არ ნიშნავს, რომ ეს რაღაცა აუცილებლად მაღალი შანსი იყოს ამისი ამოქმედების. თუმცა ნახოთ, აი რეალურად ევროპის ქვეყნებში, თავდაცვის გენერალურ შტაბებში, გაერთიანებულ შტაბებში მაინც ფიქრობენ რეალურად მიაჩნიათ ის ასე ვთქვათ ვარიანტი, რომ შემდგომი წლების განმავლობაში რუსეთის წინააღმდეგ კონვენციური, ანუ არაბირთული კონვენციური ომი მოუწიოთ, რა იქნება ზუსტად და როგორ იქნება არ არის გამორიცხული ეს რა თქმა უნდა, უბრალოდ ინიციატორი ვინ იქნება ეს ცოტა ისეთი მაინც ფაქტორი რა იქნება, ეს არის ცოტა ისეთი რთული სათქმელი.
მე მაქვს საუბარი არა 10 წლის შემდგომ პერსპექტივაზე, ან 5 წლის ან 10 წლის შემდგომ პერსპექტივაზე. ეხლა ამ მოცემულობაში იმ დანაკარგების ფონზე რა დანაკარგებიც აქვს უყენებული რუსეთის შეიარაღებულ ძალებს, არანაირი ესეთი წარმატებული კონვენციული ომის წარმოება არ შეუძლია თუნდაც პოლონეთის წინააღმდეგაც კი. კიდევ ერთხელ მაგრამ რაც შეეხება ცოტა სხვა მიმართულებას, კავკასიის მიმართულებას. ხო, აი აქეთ მივდივარ ზუსტად, კი, რაღაცა დოზით ვახსენეთ და აქეთ მინდა და ზუსტად საუბრის გაგრძელება. რა ხდება ოჩამჩირის სპორტთან დაკავშირებით, როდის გაიზარდა რუსეთის ინტერესი? თუ გაქვს ინფორმაცია რა ტიპის გეგმებთან შეიძლება იყოს საქმე და რა დატვირთვა აქვს მაგ ყველაფერს? 2008 წლის ომის შემდეგ 2009 წელი იყო, თუ არ ვცდები, 2009-ში და 10-ში აქ სამუშაოებს ახორციელებდა რუსეთიდან შემოსული მხატვარი ხომალდები. მხატვარი ხომალდი არის სპეციალური ხომალდი, რომელიც პორტში აპორტთან მიდის და აკეთებს, ასე ვთქვათ, ფსკერის გაღრმავებას. გაღრმავების სამუშაო, კი ბატონო. ხო, გაღრმავების სამუშაოები, რომ ცოტა ესეთი სერიოზული დიდი წყალწვის მქონე ხომალდები, სამხედრო და ასევე ჩვეულებრივი სამოქალაქო სატვირთო ხომალდები მიიღო სპორტმა, ხო? შესაბამისად 2009 წლიდან მოყოლებული შემდგომში უკვე 2018-19 წლებში და 20 წლებშიც გაგრძელდა ეს სამუშაოები და დღესდღეობით შემიძლია ვთქვა, რომ დაახლოებით 9 მეტრამდე წყალჯდომის მქონე ხომალდების მიღება შეუძლია ამ პორტს. 9 მეტრამდე წყალჯდომით პრაქტიკულად პორტს შეუძლია მიიღოს ყველა ის რუსული სამხედრო ხომალდი, რომელიც დღესდღეობით წყალქვეშა ნავების გარდა. ყველა ის ხომალდი, რომელიც რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შემადგენლობაში რჩება. ერთადერთი ისეთი პრობლემა, რაც ხშირად ხასა რუსულმა ხომ და აქ პორტის სიღრმეზე აკეთებენ აქცენტსაც ცოტა შეცდომა არის რა. აქ ავიამის დიდი შემოყვანას არავინ არ აპირებს. თვითონ ოჩამჩირის პორტი არის პატარა ძალიან რა. თვითონ ეს სადგური ისინი რა ქვია, დავსადგურები ხო, სადაც უშუალოდ ხომალდი შეუძლია მივიდეს და დადგეს პირდაპირ ცხვირით, კუდით ან გვერდულად. ყველაზე ესეთი გრძელი არის 172 მეტრი, ერთი არის 115 მეტრი და მესამე არის 140 მეტრის ფარგლებში. ეს არ არის დიდი, ასე ვთქვათ, ნავსადგურები, რეალურად ამ ნავსადგურებს დიდი, ასე ვთქვათ, ხომალდების ნაღმოსნების სიტყვაზე კრეისერები აღარ არის ახლა აქ, მაგრამ ნაღმოსნების სარაკეტო ფრეგატების მიღება დიდი რაოდენობით არ შეუძლია. მით უმეტეს აქ საუბარი არის იმაზე, რომ ხომალდებს ხანდახან პორტში შესვლის დროს უწევთ ხოლმე, რომ ნავსადგურში დადგნენ გვერდულად, რომ მოხდეს მათი შევსება შეიარაღებით, სხვადასხვა მატერიალური სახარჯი მასალებით, საკვებით და წამწვევით და ასე შემდეგ, ანუ მუდმივად ესე რაღაც ცხვირით ან კიჩოთი. გეგმები თქვათ თუ ვიცით ამ ხრივ, აი გეგმება გაფართოება თუ არა? ის საბრძოლო ხომალდები, რომელიც რუსეთის შავი ზღვის ფლოტში რჩება, ამ საბრძოლო ხომალდების განთავსებისათვის ერთადერთი ესეთი საკმარისი სივრცე არის ნოვოროსიისკის პორტში, სადაც ახლა მეტნაკლებად ბაზირებენ და აქცენტი და ზოგადად საუბრები ოჩამჩირის პორტის მიმართულებით გაძლიერდა მას შემდეგ, რაც უკრაინელებმა დაიწყეს სხვადასხვა ფრთოსანი რაკეტებით ნეპტუნებზე აქ განსაკუთრებით საუბარი, დარტყმები ყირიმში არსებულ ნავსადგურებზე და იცით, რომ საკმაოდ დიდი რაოდენობით რამდენიმე ათეულამდე არის უკვე მცურავი საშუალები, რომელიც აქედან დაზიანებული და განადგურებული. შემდგომში მათი ნაწილი ნოვოროსიისკის მიმართულებით გადმოისროლეს, თუმცა ნოვოროსიისკსაც წვდება უკრაინული ფრთოსანი რაკეტები, ამიტომ სრულფასოვანი დაცული აქაც არ იქნებოდა. და ნუ ეს მეორე, ასე ვთქვათ, სათადარიგო ვარიანტი ზოგიერთ ტიპის ხომალდებისთვის არის სწორედ ეს ოჩამჩირე. აქ გარკვეული რაოდენობის ხომალდების გადმოყვანა შეუძლიათ, მაგრამ პორტში არ არის ინფრასტრუქტურა მოწყობილი იმისათვის, რომ მოხდეს სრულფასოვანი მომსახურება სარაკეტო შეიარაღებით აღჭურვილი ხომალდებისა. თუმცა ეს ამ ეტაპზე და ვთქვათ, რამდენად სერიოზულია ეს დაინტერესება, რომ იგივე ეს ინფრასტრუქტურაც შეუწყონ ხელი და გააფართოვონ მაგალითად. თუ ეს ძალიან შორეული პერსპექტივაა. ხო, ხანგრძლივი სამუშაოები ჭირდება, მაშინ ამოიჭრას მიწა, არ არის მარტივი რა, რამდენიმე წლის, ასე ვთქვათ, ამბავი არის ეგა და ასეთ საომარ სიტუაციაში უკრაინელებმა მეეჭვება, რომ მაგისი უფლება მიცენ, იმიტომ რომ ამ მოცემულობაში უკვე უკრაინული ფრთოსანი რაკეტების და შორსმოქმედი სტრატეგიულ მანძილებზე მოქმედი დრონები თავისუფლად წვდებიან ოჩამჩირესაც, კასპიის ზღვამდეც, ასტრახანის მიმართულებაზეც წვდებიან და ნუ აფხაზეთში არც ერთი წერტილი, არც ეს გუდაუთის საოკუპაციო ბაზა და
არც ოჩამჩირის სპორტი არ არის ის წერტილები, რომლებზეც საკმაოდ სერიოზული დარტყმის და აქ ერთი ფაქტორი არ არის ის, რომ აფხაზეთს სხვა სტატუსი აქვს და საერთაშორისო სამართლით ის საქართველოს ფარგლებში აღიარებული ტერიტორიაა, ვთქვათ. აი ეს ვთქვათ რამდენად შეიძლება იყოს თავდაცვის მექანიზმი რუსეთისთვის მაგ შემთხვევაში, რომ იქ ვთქვათ არ დაარტყას უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სიტყვაზე. და ჩემი აზრით ეს შემოფერხებელი ფაქტორი უკრაინელებისთვის არ იქნება და მივესალმებათ იქიდან ასეთ დარტყმებს. იმედია უდაუთის ბაზასაც მიაყოლებენ, იმიტომ რომ უდაუთის ბაზაც აშკარად ჩართული არის უკრაინის წინააღმდეგ ომში წეღანას უთქმაგაზე, აი ეს სამასები მაგალითად დაფიქსირდა, რომ ეს სამასები ეშელონებით ყირიმში აქედან გაიტანეს და საბრძოლო მასალის დიდი საწოლები ასე უდაუთაში, რომ საიდანაც ასევე საბრძოლო მასალებს ავარდოთ, ასე ვთქვათ, ეზიდებიან ეშელონებით უკრაინის მიმართულებით. ანუ ეს ბაზაც სახმელეთო კომპონენტში გამოიყენება და ოჩამჩირის ბაზის შემთხვევაში უკვე ძალიან ისეთი მოსალოდნელია, რომ უკრაინული დრონები და ფთოსანი რაკეტები აქ ხომალდებსაც მოხდება. არ იქნება ცუდი, კარგი არის, ჩვენს ინტერესებში შედის ეს და რა თქმა უნდა ვერაფერს უც მე აქ ვერ ხედავ, იმიტომ რომ ეს არის ტერიტორია, რომელსაც რუსეთი აკონტროლებს, რუსეთის შეიარაღებული ძალები აკონტროლებს კონკრეტულად, იმიტომ რომ ძალიან არის მილიტარიზებული აფხაზეთის ტერიტორია, რამდენიმე ათეული, ასე ვთქვათ, ერთი დიდი ბაზა, რა თქმა უნდა, გუდაუთაში და რამდენიმე ათეული პატარა ბაზა არის გაშლილი აფხაზეთის ტერიტორიაზე, რომელსაც საერთო სამხედრო პოტენციალი არც ისე დაბალია. განსაკუთრებით ეს გუდაუთის ბაზარი, სადაც გაძლიერებული მოტომსოლელი ბრიგადა არის შტატით დისლოცირებული რა. ამიტომ თუ ეს მიზნები თუ ეს კონკრეტული ობიექტები უკრაინელთა სამიზნეების სიაში შევა, ძალიან ისეთი მივესალმები ამას კარგი. ხო, კაი, მოდი ერთხელ საბოლოოდ კიდევ ვკითხავ ამაზე, ვთქვათ, რამდენად რეალისტურია ის, რომ ოჩამჩირე რეალურად დატვირთონ რა. ანუ მოკლედ რომ იპასუხო ამაზე. კი, ხან მაგას ვსაუბრობდი, ამ მოცემულობაში მოკლედ სერიოზულად ვერ დატვირთავენ, ანუ ეს ვერ იქნება ის ბაზა, რომელიც სრულფასოვნად მოემსახურება რუსულ საბრძოლო ხმას. ნაწილობრივ ამ გააჩნია რა, ესე ზუსტად ვერ ვიტყვით, მაშინ ინფორმაცია უნდა გქონდეს სიტყვაზე ბოლო პერიოდში და დანადგარები ჩაიტანეს ეგ და რეები დაამატეს ნავსადგურებში, ანუ სპეციალური ასე ვთქვათ, ამწე მექანიზმებია, ჩასატვირთი მექანიზმები, რომელიც სიტყვაზე სარაკეტო კატარჟების, სარაკეტო ფრეგატების შემთხვევაში ფთოსან რაკეტა კალიბრებს ჩატვირთავს მაგალითად ხომალდებში. ერთადერთი ამ მოცემულობაში მე ამ ბაზის რეალურ დატვირთვას ხედავ იმაში, რომ გამოიყენონ შედარებით ზურგის ხომალდების ნავსადგურისთვის, რომ ადგილი მოათავისუფლონ შედარებით ისეთი მნიშვნელოვანი ხომალდებისთვის, რომელიც ნოვოროსიისკში იკავებს ნავსადგურებში ადგილებს. უფრო აი ამ ფუნქციას ხედავ და თუ სრულფასოვნად დატვირთვეს, მე უკვე მისი მნიშვნელობაც გაიზრდება. თუმცა ამ მოცემულობაში ინფორმაცია არ არის, რომ რაღაცა ნოვოროსიისკის ნავსადგურთან მიახლოებული შესაძლებლობები მაინც ჰქონდეს ოჩამჩირის სპორტს, თუნდაც მასშტაბების გათვალისწინებით, ან თუნდაც იქ არსებული ტექნიკური საშუალებების გათვალისწინებით. გასაგებია. გიგა, მადლობა, ძალიან გაგვიგრძელდა და საინტერესო იყო რა, როგორც ყოველთვის. ნახოთ, შეგეხმიანებით ხოლმე პერიოდულად და ნახოთ როგორ წავა საქმე მოკლედ. იმედი გვაქვს, რომ საჩვენოთ. და უკრაინისთვის ასარგებლოდაც, რა თქმა უნდა. მადლობა ძალიან დიდი. ძალიან მეწობა ახლა მე მანდ ომი დამთავრდეს, მე მგონი კიდევ უფრო გაიზრდება მასშტაბები, რატომაც მაქვს. ანუ ფიქრობ, რომ უკრაინას უფრო მეტად დაეხმარებიან, ანუ ამას გულისხმობ. თუ საგონებაზე არის ვინმე დარჩენილი, მასე უნდა მოხდეს, იმიტომ რომ ეს არის რეალური შანსი, რომ წელში გადაწყდეს მართლა რუსული შეიარაღებული ძალები, რომ იმ კონდიციამდე მივიდეს, საიდანაც უკანა მოსვლა არის ძალიან რთული რა. თუ მაგ კონდიციამდე არ მიიყვან და შუაში გააჩერებ ომს, ხო? დაჭრილ დათვსტოვებ, ესე გამოდის. დაახლოებით ეგეთი ხო, დაახლოებით ეგეთი რაღაცა. კარგი, ვნახოთ. მადლობა მოკლედ კიდევ ერთხელ და ნახვამდის და მეგემშვიდობები. წარმატებები.